2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ეროვნული ნაკრებების საბოლოო განაცხადებიც უკვე ცნობილია. სიმართლე რომ ითქვას, ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ საფეხბურთო საზოგადოება სერიოზულად გააკვირვა. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე არაერთ ცნობილ ფეხბურთელს ვერ ვიხილავთ. საუბარი მხოლოდ იმ მოთამაშეებზე არ არის, რომელთა ნაკრებებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახեց. ბევრი ვარსკვლავი საკუთარ ეროვნულ გუნდებშიც კი ვერ მოხვდა, რადგან მწვრთნელებმა სხვა ფეხბურთელებს მიანიჭეს უპირატესობა. ზოგიერთი ტრავმის გამო დარჩა მუნდიალის მიღმა, ზოგმა კი ადგილი კონკურენციაში დაკარგა. ზოგიერთის ნაკრებმა კი სულაც ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. შედეგად ტურნირს ისეთი მოთამაშეები დააკლდებიან, რომლებიც ბოლო წლებში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცნენ. დღეს სწორედ ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებზე მოგიყვებით. ინგლისის ხმაურიანი დანაკლისი. 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე კარსაა მომდგარი და ეროვნული ნაკრებების განაცხადების გამოცხადების შემდეგ საფეხბურთო სამყაროში არაერთი დისკუსია დაიწყო. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს, რომელმაც ტურნირისთვის საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო და განაცხადს მიღმა რამდენიმე ძალიან ცნობილი ფეხბურთელი დატოვა. ყველაზე დიდი სიურპრიზი ალბათ კოულ პალმერის არ ყოფნა. სულ ერთი წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, რომ ჩელსის ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წასულიყო. თუმცა პალმერმა რთული სეზონი ჩაატარა, ტრავმებმა და ფორმის დაკარგვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მისი პროგრესი. მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრობს, რომ მისი ინდივიდუალური კლასი და გადამწყვეტ მომენტებში თამაშის გადაწყვეტის უნარი ინგლისს შეიძლება ძალიან გამოდგომოდა. განაცხადში ვერ მოხვდა ფილ ფოდენიც. მანჩესტერ სიტის შემტევისთვის სეზონი ძალიან რთული აღმოჩნდა. მან სიტის ძირითად შემადგენლობაშიც კი დაკარგა ადგილი და კონკურენცია ახალგაზრდა რაიან შერკისთან წააგო. ფოდენი ყველაზე კომფორტულად თავს გვარდიოლას სისტემაში გრძნობს, სადაც თითოეული მოძრაობა და როლი მკაფიოდ არის განსაზღვრული. ნაკრებში კი მას ხშირად სხვადასხვა ფუნქციის შესრულება უწევს, რაც მის ეფექტურობაზეც აისახება. ტუხელი კი აშკარად უფრო ფიზიკურ, პირდაპირ და ვერტიკალურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. არანაკლებ გასაკვირი იყო ტრენტ ალექსანდერ არნოლდის გამოტოვებაც. მისი უნიკალური სათამაშო სტილი ყოველთვის გარკვეულ ტაქტიკურ გამოწვევებს ქმნიდა. ტუხელმა არჩევანი უფრო მობილურ და დაცვაში საიმედო რის ჯეიმზზე შეაჩერა. შედეგად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემქმნელი მცველი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება. ამ ყველაფერმა ნათლად აჩვენა, რომ ტუხელმა არჩევანი ვარსკვლავურ სახელებზე კი არა, საკუთარი ტაქტიკური ხედვის შესაბამის ფეხბურთელებზე გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი აშკარად ცდილობს შექმნას გუნდი, სადაც თითოეული მოთამაშე კონკრეტულ როლს ასრულებს და არა უბრალოდ ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევა. სწორი აღმოჩნდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, ამას უკვე მსოფლიოს ჩემპიონატი გვაჩვენებს. ბრაზილიის რთული არჩევანი შეტევაში. თუ რომელიმე ნაკრებს შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენიმე ვარსკვლავის დატოვება და მაინც ფავორიტად დარჩენა, ეს ბრაზილიაა. სელესაოს განაცხადის გამოცხადების შემდეგ ყველაზე დიდი განხილვა სწორედ იმ ფეხბურთელებმა გამოიწვიეს, რომლებიც კარლო ანჩელოტის საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ. ყველაზე ხმაურიანი არ ყოფნა ჟოაო პედროს უკავშირდება. ჩელსის ფორვარდმა შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემაში ასრულა. ის ლონდონური კლუბის შეტევის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფიგურა იყო. პედრო კლასიკური ცენტრ ფორვარდი არ არის, მას შეუძლია ხაზებს შორის თამაში, შეტევების ორგანიზება და რამდენიმე ფუნქციის შეთავსება, თუმცა სწორედ აქ შეექმნა პრობლემა. ბრაზილიის ნაკრებში უკვე არის მსგავსი ტიპის ფეხბურთელი, მატეუშ კუნია. ბევრი მიიჩნევს, რომ ორივე მოთამაშე დაახლოებით ერთ დონეზე დგას, მაგრამ კუნია უფრო გამოცდილ და ჩამოყალიბებულ ფეხბურთელად ითვლება, რაც ანჩელოტის არჩევანშიც აისახა. გაბრიელ ჟესუსიც კონკურენციის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არსენალის შემადგენლობაში რამდენიმე წარმატებული მონაკვეთი ჰქონდა, სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ტრავმების შემდეგ კი იმ დონეზე დაბრუნება ვერ შეძლო, რომელსაც გულშემატკივრები მისგან წლების განმავლობაში ელოდნენ. განსაკუთრებით დასანანია როდრიგოსა და ესტევაოს ისტორია. ორივე ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების რეალური კანდიდატი იყო, მაგრამ ტრავმებმა ყველაფერი შეცვალა. საინტერესოა, რომ ორივე მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, ამიტომ ახლა ანჩელოტის ამ პოზიციისთვის ახალი გადაწყვეტის მოძებნა მოუწევს. საბედნიეროდ ბრაზილიის შეტევითი პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ანჩელოტის სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა ექნება. შემადგენლობის ხშირი როტაცია მეტოქეებისთვის პროგნოზირებას გაართულებს, რაც თანამედროვე ტურნირებზე ხშირად გადამწყვეტ უპირატესობად იქცევა. რობერტ ლევანდოვსკი. 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი არაერთი დიდი ვარსკვლავის გარეშე ჩაივლის. მათ შორის არიან ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარი ნაკრებების ლიდერები და თანამედროვე ფეხბურთის გამორჩეული სახეები არიან. განსაკუთრებით მტკივნეულია პოლონეთის შემთხვევა, რადგან გუნდს ძალიან ცოტა დააკლდა მუნდიალზე მოსახვედრად. პოლონეთისთვის ყველაზე დიდი დანაკლისი, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკია. უпростоრად თავად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის პოლონეთის არ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მსოფლიოს უდიდეს
საფეხბურთო სცენაზე ვეღარ ვიხილოთ. 36 წლის ლევანდოვსკისთვის ეს სავარაუდოდ ბოლო შანსი იყო მუნდიალზე ეთამაშა. თავად ფეხბურთელიც ჯერ კიდევ ზამთარში ამბობდა, რომ მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლი შესაძლოა მის კარიერაში უკანასკნელი აღმოჩნდეს. თუმცა პოლონეთმა მიზანს ვერ მიაღწია. პოლონელები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩნენ ნიდერლანდებს. პლეი-ოფის ნახევარფინალებში ალბანეთი დაამარცხეს, ხოლო ლევანდოვსკიმ საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 მატჩში 8 შედეგიანი მოქმედება დააგროვა. თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში შვედებთან 2-3 დამარცხდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ხელიდან გაუშვეს. თავად რობერტმა არც საკლუბო დონეზე ჩაატარა ცუდი სეზონი. მართალია პირველად 2011 წლის შემდეგ 20 გოლზე ნაკლები გაიტანა, მაგრამ ასაკის გათვალისწინებით კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო შეტევაში. პრობლემა ისაა, რომ წლების განმავლობაში პოლონეთის ნაკრები ზედმეტად დამოკიდებული გახდა საკუთარ კაპიტანზე და მაშინ, როდესაც ლევანდოვსკი ვეღარ თამაშობს იმ დონეზე, როგორც კარიერის პიკში, გუნდს ლიდერის ტვირთის განაწილება უჭირს. ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრების არ ყოფნაც ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ისტორიაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრეს. ჯერ კიდევ იმ ტურნირზე დაინახა ყველამ თუ რამდენად განსაკუთრებული ფეხბურთელია კვარაცხელია, საქართველოს ნაკრების მთავარი შემტევი ძალა. სწორედ იმ ევროს შემდეგ ქართველი მოთამაშეები მსოფლიო ფეხბურთის ელიტის ნაწილად აღიქმებიან. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს არ გაუმართლა. გუნდი რთულ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ესპანეთი და თურქეთი ხავდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა რამდენიმე შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარეს და ბოლომდე იბრძოლეს, საბოლოოდ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. ევრო 2024-ის შემდეგ მეტოქეები საქართველოს უკვე სხვაგვარად უყურებენ. ვილი სანიოლის გუნდი აღარ იყო სურპრიზი. მოწინააღმდეგეებმა კარგად შეისწავლეს საქართველოს ძლიერი მხარეები და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაიწყეს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. მიუხედავად ამისა, ხვიჩა მაინც ახერხებდა განსხვავების შექმნას, გახქონდა გოლები, ქმნიდა მომენტებს და ხშირად მარტო ცდილობდა თამაშის ბედის შეცვლას. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია. ამიტომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი არ ყოფნა უდავოდ დანაკლისი იქნება ტურნირისთვის. თუმცა საქართველოს ნაკრების პროგრესი ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყნის საუკეთესო საფეხბურთო დღეები ჯერ კიდევ წინ არის. ევროზე მიღებული გამოცდილება, ახალგაზრდა თაობის განვითარება და უკვე ჩამოყალიბებული ლიდერები იმედს იძლევა, რომ მომავალ დიდ ტურნირებზე საქართველო კიდევ უფრო ძლიერად დაბრუნდება.